ის ადამიანები, ვინც წინასწარი მოთავსების იზოლატორი სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა, კვლავ დაბრუნდნენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. მაგალითად, აქ არის აზატ ჩილაჩავა, გურამ ქუხილავა და სხვა ის ადამიანები, ვინც დიდი რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. ერთმანეთზე მძიმეა მათ მიერ გაჟღერებული ისტორიები, მაგალითად, გურამ ქუხილავა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შეურაცხმყოფელ ქმედებას. პენსიონერი ამბობს, რომ მას სიცოცხლის რამდენიმე წელი დააკლდა იმ მოქმედებების გამო, რომელიც ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ ჩაიდინეს. აქ არის აზატ ჩილაჩავაც, დევრილი ქალი, რომელსაც ხელბორკილები დაადეს და იზოლატორში ერთი დღე გაატარებინეს. ამბობს, რომ მას, როდესაც ეძინა, მივიდნენ იზოლატორის ძალოვანი უწყების თანამშრომლები, უბრალოდ და უთხრეს, რომ ის უნდა გადაეყვანათ შესაბამის შემოწმებაზე. აზატ ჩილაჩავა ამბობს, რომ ის აქედან გააგრძელებს ბრძოლას და დიდი რეპრესიების მიუხედავად მისი ბრძოლის მეთოდები იქნება უცვლელი. ის ადამიანები, ვინც წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, არიან დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და იხსენებენ იმ ისტორიებს, რომელიც იზოლატორში თავს გადახდათ. მაგალითად, ილია ბურდული ამბობს, რომ მასთან ერთად საკანში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმყოფებოდნენ პროგრამისტები, იურისტები, ექიმები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ისინი ვერაფრით ვერ ხსნიდნენ, რატომ იყვნენ იზოლატორში და რატომ ვერ აგრძელებდნენ საკუთარ საქმიანობას. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ახლა დაკავებული მოქალაქეების მთავარი გზავნილი არის ის, რომ რეპრესიული კანონის მიუხედავად ისინი ყოველდღიურად უცვლელი ტემპით გააგრძელებენ ბრძოლას, გადაკეტავენ საავტომობილო გზას და ამბობენ, რომ მათ ქართული ოცნების მიერ შემუშავებული რეპრესიული კანონების საერთოდ არ აშინებთ. ეკიპაჟები არიან დაკავებული ჩემნაირი ადამიანების იქეთ-აქეთ კატავით. ამ დროს რაცია გადმოცემს გვესაჭიროება ეკიპაჟი მოგვაშველეთ ზოგადმა აი იმ დროს მესმოდა რაციაში მესმოდა რომ ვიღაცა შევარდა ვიღაცა მაღაზია დააყაჩაღა და ასეთი საოცარი რაღაცა მე ვთხარი ბეჯო შეხედე რა ამბავია თქო შენ მეკენო აკადავდი ახლა ისმუშნებოდა პირველი თუ არ გადავარ მეხუთე თუ იქნა მეექვსე მე ვიქნები მეათე თუ იქნა მე-11 მე რო ჩვენო გამოგიყვანთო უცბათო და დათანხმდებო და ახლა იმ ახალგაზრდებს არ მივინდა ვატკინო გული თორე მე პირველის გავარდები მე შეში არა რაც უნდა ის უკნია დამაჯი აკავებელი თუ ვიყავი და თუ მე დავებოდნენ გზის გადაკეთებას თუ გზა გადავკეტე აქ არისო ოჯახაშინებული აქ დავეკავებიე რავა მეტროში ჩავედი რუსაველის მეტროზე მე ვარ კანონმორჩილი წამიყვანეს მას საწამიყვანეს ისიც არ ვიცი თუ მიწერია ერთი 6 წლის სიცოცხლეს 3 წელი ჩამომაბიდა აი ეს გამიკეთა ჩემ კუნთ მაგარ პოლიციელებმა თუ ასე გუშინ ახლა შევატყო რომ მეტროსთან აკავებდნენ ხალხს რომელიც სულაც არ იყო გადასული ქუჩაზე ნუ ახლა რა ვიფიქრო აღარ ვიცი ალბათ გუშინ წინდელის გამო შეედავენ რაღაცას თორე გუშინ არ გადაუკვეთია აქ ჩვენ ვერ დაგვეშინებენ იმიტომ კი არა რომ მაგრები ვართ იმიტომ რომ მართლები ვართ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ეტაპობრივად მოდიან ის ადამიანები, ვინც რეპრესიული კანონი საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუმცა გზავნილი აქედან არის ის, რომ ამ კანონმა ვერავინ ვერ გატეხა. ჯერჯერობით რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნადირობის ღამე არ დაუწყიათ, სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოქალაქეები მოახერხებენ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ტრადიციულად გადაკეტონ. საინტერესოა, როგორ განვითარდება დღეს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოვლენები და რა გეგმა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.